ჩაკლაპე? ჩაკლაპე. ვართ, ანუ შესულები ვართ უკვე. ბიჭო, ესეთი იდეა მქონდა, სადაც ყლაპზე გამახსენდა. ყლაპისგან რო პიჯაკი შევიკერო რა. ერთი ყლაპისგან, ერთი იმისგან, რა ქვია, თქვა, ლავაშისგან რა და რამე გადაცემაში რომ მიდიხარ რა. და ოღონდ როგორ ჭამ, იცი რომ ვითომ რო არ გინდა რომ დაიწვა რა. ჩუმად, სენიორ რობინზონში რო ჭამს ეს. და რო ჩერდება ეგრე. გასპანჩი. ვიღაცას ქონდა, ვიღაცა რუსები იყვნენ ადრე, ჩამოსულები აქ მხატვრები. და ყლაპზე გადაირიან, კაროჩე რა, ეს გეუბნები 90-იან წლებში და იყიდეს ბევრი ყლაპი და გააკეთეს მერე კონცეპტუალნი გამოფენა, ეგეთ შეკერეს underwear ყლაპის. ანუ ბიჭო, მაგარი ფაქტურა, წაუყავია. ძალიან მაგარი ისტორიას მოგვიყვები რა. კაროჩე, სახში მაგ edible underwear ვიღაცა მომცა რა, კაროჩე რა. ესე ნუ იგივეა იდეა, ყლაპის პონჩე ტრუსიკია რა და სახში ზივა რა, ადრე მქონდა აღარ მაქვს, ეხლა მოუყოლე. ბიჭო, ესე საკმაოდ არაფხიზელი ვიყავი და ხო იცი რაღაცა ტყვილი მომინდა. ბიჭო, გადავკეკეთილი სახლის. იმინა ყლაპი. ტრუსიკი ვიპოვე და ხია ტელევიზორს უყურე. ტრუსიკს უბერავ. მანამდე გეცვა? არა, მე არ ქალის იყო. ხო, თვითონ ექნებოდა. აწენკები ის. 50 მიზმების აწენკები რო. რუხი ფერის 50 აწენ. რუხი კარდინალი გახდი ისე არა? მე? ზაპანჩი. აი რაღაცნაირი რო ხარ. რუხი კარდინალი ვისგან ვაგებ ჩუმად? არა, ჩუმად არ აგებ, მაგრამ რუხად შვები შეჩემო. აი ის რო აღარ ხარ მაგ ამბიციაში, რომ მაინც და მაინც უნდა ილივლიო წინ და შვიდობიანად. აუ, არ შემიძლია წინ ლივლიუმა გამაგიშა. ხო და მაგი ხო აღარ გვაქვს ეგ მოუწყდება ნუ ეგ ამბიციებს მე ხო გავჯერე. მე არ მაქვს ეგეთი დროშის პრიალის ამბიცია ვაფშე არ მაქვს შეჩემო. რა ვიცი, ბიჭო, ამბიცია წინ გახარ. ამბიცია მე სამქონდა, მე მქონდა ეგეთი რაღაცა. მე რომ თხოვდნენ, რომ აუ რაღაცა უარს ვერ ვეუბნებოდი, ხო, სულ ხეცი ვიღაცა ნაცნობი ხავს, რომ იქ მოდი იმაში. გადაცემაში. აი სამჯერ რო ეთქვა, აუ არა და მეოთხედ მაინც რომ მეუბნებიან, ხო იცი მიტყდება მე. ეხლა აღარ მიტყდება. არა, ვაფშე არ მიტყდება. ეხლა ვეუბნები რომ არ მოვალ და всё, მორჩა. ეხლა ამაზე დავიწყე ფიქრი, რომ აი პოდკასტის შემთხვევაში ვიღაცებს რო ვეუბნები, რამდენად დისკომფორტია არის მოსვლა. ჩემთვის დისკომფორტია ვიღაცასთან მისვლა, სადაც არ მაინტერესებს ეხლა. ეგ არის, ეხლა თქვენ რო ხართ მაგპონჩი გითხარი რომ კი, ბაზარი. ეხლა ვიღაცას რო დაერკა შეიძლება მეთქვა რომ არა. ბიჭო, იცი რა მეზარება, აი კონკრეტულ თემებზე რო შეიძლება რაღაცა კითხვა დაგისვას და იმ თემას რაღაცას რა. ხო, ეხლა მე ხო არ ვიცი მე ფორმატი არა რა თემა მე რაღაცებზე მეზარება. აი რაღაცებზე ვლაპარაკი. რაზეც გეს სულ ერთია რა თემაც არ უნდა იყოს. მე ხა ყველაზე მეტად ბოლო დროს მეზარება რომ მე მირეკავენ და მეკითხებიან რას ფიქრობ დღევანდელ განცხადებაზე ვიღაცა. ჩემა მე რას ფიქრობ რა მნიშვნელობა მე რა პონჩი მეკითხები რას ფიქრობ. ისედაც ხო იასნეა რასაც ფიქრობ და უკვე ერთხელ და 1000 ჯერ ნათქვამი მაქვს და შეიძლება რომ ყოველჯერზე მე მირეკო რომელი ექსპერტი მე ვარ რაღაც ახლა. ბიჭო, მაგ ციკლში მუსიკალურ ახალ შემოbrunებაში ვინ გევასებიან ახლა? აი ძველი ჟანრები ხო შემოგვიბრუნდნენ. ახლა როგორ შემოაბრუნა? პოსტ-პანკი ვიღაცები რომ შემოგვიბრუნდნენ გინაც. პოპს usmen? ყველაფერს აი ჯეიმს ბლეიკებს და ვიღაც ეგეთი. ყველაფერს usmen. იცი ვინ მევასება? არც ვაფშე რაღაცა არ ვიცი რა ჟანრი არის, მაგრამ ბლანტი რო არის, ოღონდ ის კი არა. ჯეიმს იმედია. ხო და ვინ არის ბლანტი რაღაცა? 딘 ბლანტ. ვიცი 딘 ბლანტი. და კაია, ხო. მის ვისთან ბლანტი კიდე სად? ეს ჟანრებში ყველგან გახსნილები ვართ. ყველგან. რაც ისმენია. ანუ ხო რაღაცებს ანუ რასაც არ უსმენ, არ უსმენ. ხო, ეხა ეს ახალი პონტი პოპის გათრეშება, ანუ კი არა და თრეში პოპის აღება და მაგის გაკეთილშობილება რაც ხდება. მე ძალიან გამისწორდა ვიღაც დორიან ელექტრები და ჩარლი ქსები და კი და დიდი ხანია პრინციპში ეგ ხდება ასე თუ ისე რა. ხო. ხო და მე მან დიდი ხანი ჩამიტოვა მაგან გამართო. ხო და სად გულა თან კარგად თუ აკეთებენ გადასარევ მუსიკოსები არიან. ბეა იცი? ბეა 1999 არის ეგეთი მაშინ სუპერ კორპორატი. ჩავიგდებ. ოკეი. შენ იცი მოგასპენინე. ხო და სად გაგრიალდი შენ? სად გავგრიალდი? ჟანრების პონტში? ბიჭო არსად ესე არ გავგრიალებულ ვარ რაღაცა უსმენ. დაწერის პონტში, პროდაქშენის პონტში. დაწერის პონტში ბევრად ნაკლებ მუსიკას ვაკეთებ. ბევრად ნაკლებ კი არა და ანუ სიმღერებს შეეშვი, ხო, დიდი ხნის წინ. სიმღერებს დიდი ხნის წინ შევეშვი. ბიჭო, სიმღერები მაინც
აი გვერდზე ზის მღერის მე რა ვიმღერო კაროჩე რა ისედაც იმას ამღერებდი ხო სულ თუსაც ვამღერებდი მაგრამ მე თვითონ ძალიან იშვიათად მინდება რომ სიმღერა გავაკეთო ეხლა გავაკეთეთ ერთად რაღაცა and nu I am მის ჩვენი ეს collab 19 როგორც თქვენი ძალიან საყვარელი კოლაბი იყო შეჩემა ის პაჩკა სიგარეტი ჩვენი ხო ძალიან კაი შეგიძლია მოტივტივო ხო ეხა რაღაც ის არის რა ქვია რუსული რადგან არის ცოტა вообще ცოის რა უქნეს ამ პროჭებმა კაროჩე ყველგან ცოის სიმღერა ისმის 9 მაისით სულ ცოის სიმღერა იყო ხო ანუ მაგ წამოწიეს რო ვითომ ის გამოსცირებული ვინც არის რა გვარი აი რიბინ არა მეორე ტიპი ამ იმისი რა ქვია კინოს ერთ-ერთი ტიპი რა აღარ მახსოვს ის არის მაგარი ზეტნიკია კაროჩე და ემას ხო არა და ტიპი იმის ისინი ხო გაქვთ მოსმენელის ბიჩები იქიდან შეჩემა ლაივებიდან ბიჭო, ეგ იყო შეშემა კომუნიზმის დანგრევის ერთ-ერთი დიდი ნაწილი იყო ცოი რა. აუ, სხვა შეიძლება. ეხლა მაგას ხო თან ისაც არ ექნებოდა რუსული იმპერიის ის, вообще ყველაფერი პირიქით ექნებოდა, კაროჩე რა. ცოის წიგნია რა, კინოზე არის წიგნი, ოღონდ თვითონ წერენ რა. და ერთი თავი არის, როგორ მიდიან ვალერას კონცერტზე. ლუჟნიკიში. ხო. თელი ემინე ყვებიან როგორ მიდიან და გაკიეტა გრუზინი პრიეხალი და რამე და მიდი. არ მაქვს ამისა. გრუზინო, ალიკა გრუზინო. ბიჭო, ხოდა, вообще ეგეთი აიკონები რატო არ არსებობენ? ბიჭო, ვაუ, სხვა დრო დადგა რა. ხოდა, არა ჭაჭანი. აი, ეხა ხო აღარ მეორდება, ვიღაცა ბოუი, ჯექსონი, ვიღაცა ეგეთი ისინი რა. აი, ხა რომ პრინსი, რომ ბოუი, პრინსი, ეს რაღაცა სასტავი კვდება და ახალი ეგეთის მე ხოდა, რანაირად ხდება ეს? სოციალური მედიის ბრალიც არის. კი, სოციალური მედიის ბრალი არის. პრინცი იყო რაღაცა ნახევარ ღმერთი, იმიტომ რომ არ იცოდი ვინ იყო, ადამიანი იყო вообще. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო მუსიკის პანჩი. ხოდა, მე ეგეთი მაგალითად ჩემთვის ძალიან დიდად არის ხო ჩემთვის ძალიან იყო იმიტომ რომ ძალიან გენიოსია კაროჩე მუსიკალურად არის ძალიან გენიოსი მე გავიდა და საკში დაუწყე პოპის ის კომპლექსი რო გადავიარე იმის პაპსის მე მივიდა ჩემ ბავშვობაში ჩემთვის პოპი იყო ბავშვობაში პრინცი ესეთი პანტი იყო ჯექსონ ჯობია თუ რაღაც აი ალბა იყო არა ჯექსონი და სუყნაოდა მამ არა რეალურად ეხლა რომ დაფიქრდე რა შედარება ეხლა პრინცი თვითონ მუსიკას რაღაც საოცრებებს აგებს ყველაფერს კაი იყო ჯექსონზე ხო, მაგას ფანკი ჯეზ თუ რა იყო вообще? ფანკი ყველაფერი იყო, ყველაფერს R&B-ც იყო, და ის იმინა როკიჩო, თან ინსტრუმენტალისტი ყველაფერს თვითონ უკრავდა ბიჭო. არა, ხო და კაი მუსიკოსი იყო და ჯექსონი პროსტა ის იყო რა, კაი. ჯექსონი გენიოსი იყო თავის პანჩი, ხა წარმოიდგინე, ჯექსონი რა შვებოდა. ყველაფერს, ყველა ინსტრუმენტს უმღეროდა რა უნდა როგორ უნდა. ხო. ანუ ის იყო რა ქვია, მაგ ტალანტი. ინსტრუმენტალისტი იყო პირით. ხო, პირით, სვეჩში. და ფიზიკურადაც პირადი პირატი კიდე ხო და ნუ კარჩე ეგ მაგან ქნა თან წარმოიდგინე რა პერიოდში ბაზრდებოდნენ სადაც მაშინ ხო არ იყო გაბაზრების ეს ფორმები შეჩიმა ვაფშე ანუ აი მარადონები და პელეები და ისინი იმ პერიოდში გახდნენ ღმერთები სადაც არ იყო გაბაზრების ეს ალგორითმი რა ბიჭო ეს მოხდა სოციალურ მედიამ გააკეთა იასნია ფანტაზიამ ხო არ ნახე რამდენი რაღაცა დაემხერხები და ამძაფრებ კომპიუტერის გამოჩენამ გააკეთა ის რომ ყველას შეუძლია თუ მოუნდება აკეთოს ის ან შეიძლება ვიდეო აკეთოს რაც უფრო ყველაფერი დაპატარავდა და გაიაფდა ძალიან ბევრი და ამ ყველაფერში გაიჩნდნენ ვიღაც ძალიან მაგრები რომელიც ვერ გახდებოდა ამის გარეშე მაგალითად რა ვიცი მე გინდ მუსიკოსი და გინდ რეჟისორი და რა და походу გაიჩნდა 100-ჯერ მეტი მძღნერი რომელიც აი ხო გაფილტროებული რთულია სტატუსი რამ გააიაფა ის რომ ბევრი სტატუსი იმიტომ რომ ინსტაგრამზე ხავს ერთი რომ ბევრია და მეორე ინსტაგრამზე უყურებ ყოველდღე რა შვება ხო და ისეთ სიმძაფრე ანუ იმინა ღმერთის აღქმაში აღარ არის და არის ანუ ღმერთი როგორ შეიძლება ინსტაგრამზე იყოს მეც სად გამიტუფტავდნენ ვიღაცები აი მაგალითად ჩარკვიანი ჩემ ბავშვობაში რო აუ არ ვიცნობდი და ხუჩი ამასთან რო გაინტერესებს მომენტ ურთიერთობა და როგორც კი ის რაღაცა ყოველდღიური ლაივ რაღაცა შოუ იყო იქ მოხდა იქ გაიგახდა ჩაოლებრივი ტიპი რომელიც აღარ გაინტერესებს მაგაში გავიჩიტე მე ხო იცი ბოლო დაბადების დღე იყო ირაკლისი და ავედი ბოლოს გავიცანი უკვე ბოლო წლებში ხო ირაკლის დაბადების დღეზე ავედით და ვიყავით მე ჩუბიკა გიო სუმბაძე ოლეგა წიმჩენკო და всё და ირაკლი ქეთიმაში ლუპში და უცებ გაიჩნდა ეს ოპერატორი და ამ იმას იღებდნენ რა ეგ მაგრამ თქუნავს დღემდე მაგრიალობაში დაჟე ეხა ამის კეთებასაც რო ვიწყებდით ცოტათ იმის კომპლექსი მაქვს რა რაღაცეებს ეხა
საყვარელ გასართობთან ერთად ბევრ ყლეობასაც გამოცრავ და მე ეს უნდა იგდოს მთელი ცხოვრება შეჩემა ინტერნეტში და სადღაცას იტრიალო უნდა უაზროთ რა ნაგავივით და ეგ კიდე უარესი არის. ხო, რაღაც პონჩი იმინა მოძრაობ და შენი ის არის რა ყოველდღიურობა რუტინებს ყიდი. რეალურად აი ესეთ ყაყაშკებს ყიდი რაც არ მოსულა რა. არ მოსულა როგორ არ მოსულა, მაგრამ რავი მე ვის რა სჭირდება, ხო? და ეს ასატანი ყაყაშკა ალბათ. ამ ფორმატში. კი, კაცო. ყველაფერი ასატანია ვიღაცისთვის ახლა ვიღაცებს ეს შენ გაქვს ეგეთი რეაქცია. ვიღაცა უყურებს ჩვეულებრივად, მაგრამ იმდენი ცუდი ტუსამ იცის კარდაშენების ვაფშე ყველაფერი. იმენ არც ერთი გამოტოვებული არ აქვს, გამეორებით უყურებს ხოლმე რაღაცებს. აი და მე ვაფშე ვერ ხვდები, მე აი ეს რა მაგრამ მე ვხვდები რა პონჩი, ანუ ცოტა იმის პონჩი უყურებს, რომანის, აი საგარო წაიკითხო ვიღაცებს. პროსტა ნუ იდიოტებზეა საგა, მაგრამ ნუ რაც არის რა. Adam's Family ჩაანაცვლა. საინტერესოა ესე ბიჭო ხო რა წინაზე რასაც ლაპარაკობთ Adam's Family რა იყო და დაბალი დონის ხელოვნებას და იყო რა ის ერთი არის რა Adam's Family იყო რა იყო. ხო, ოზის ოჯახზე. მე მაგას უყურებდი. ოზის ოჯახზე უყურებდი. მაგრამ ეგ არის შეჩემა, იგივე ფორმატია. იგივე ფორმატია. ხო, მაგრამ უბრალოდ ის კარგად გაკეთებული იყო და არ გეკრინჯებოდა ეს. არა და ვაფშე სხვა ბაზარი იყო. ეხლა ოზი რო იჩითებოდა და ის ქალი უკვე მარტო მაგათი ყურება ის იყო და ესენი დადგმული იყო, სავარაუდოდ ცოტა ხელშეწყობით იყო, რო შვილი დაყლებული ხეცები არის ასნია ხელშეწყობით, მაგრამ ნუ უმეტესად ეგეთები არის. ხო, არის. ჩვენ რეალობაში რა საწყლობა იყო განათების garaში ბანძი კამერით გადაღებული მინა იმის ვეჰა. კამერის განათება რო ქონდა ეს. მაგრამ მაგარი იყო რაღაც პონჩი მაესტრო მაგ დროს ბევრი რაღაცა კი ბევრი ტრეშიც იყო, მაგრამ მაშინ მთელი რაღაცა ქვეყანა იყო გადართული ხელოვნებაზე მაგის გამო. კარგი იყო თუ ცუდი იყო ეს ხელოვნება. რაღაცა იყო ჩართული. ნუ აი ყველა მაესტროს უყურებდა რა. ანუ მაგის დასაწყისი, აი მაგ პონტის დასაწყისი იყო მეორე არხი. კი. აი მე რო ვიყავი მეორე არხზე, მაშინ სერგი რო ეს მეორე არხის იძახდა და ის ლეკალა მოსკოველი ლეკალა რო წამყვანი იყო ერთ-ერთი. ამას გავ. აი მაგ დროს იყო მეორე არხი ძალიან მაგარი, იმიტომ რომ ძალიან მაგარი მან გავიცან ირაკლი. ირაკლი კოტე მან და ვიღებდით ხოლმე რაღაცა. ნუ ესეთი პონტი იყო რა და მან ხდებოდა კაკადუ მოიყვანა ძიმა დადიანმა რომ ესო მაგრა რეპავსო კაროჩე და გადავიღოთ და ადლიბიტუმ ხელში ეჭერა თავის გაკეთებული რაღაც ჩონჩხის თავი ქონდა ეს ჯოხზე და ეგეთ მე ჩვენ ვიღებდით და ეს რაღაც გარეპა თავიდან ბოლომდე ჩაიკითხა და დაამთავრა და მე გადაცემაში ჩაუსწრე კი ბიჭო ეგ რაღაც მე ვეჯექი მაშინ აი პლატფორმა გაეძრო ხო შეკავშირებების პონჩი მეორე არხი თუ ისე მეორე არხი კი რა იყო მაგადაცემას დუბლი პირველი ჩვენ რასაც ვაკეთებდით, ანუ რამდენი დუბლი პირველი იყო, სადაც ბოლოს იყო გოგიტა მეცხოვრიშვილის რუბრიკა იყო ხოლმე, ვიდეო რაღაცა ვიდეოებს აჩვენებდა, ჩანაწერები, ისედაც მაგ დროს იყო, აი დადას ჰქონდა თავის სტუდია იქ, სადაც ჯინგლებს აკეთებდა და რაღაცებს. აი ეს ჰქონდათ, ეს 8 track-ი ჰქონდათ სტუდიაში, ვალერას და დადას ჰქონდათ ეს სტუდია. ხო და ეგ მანდეგის იყო, მე პახოდ მანდი ის ვიდეო იმის აი ეს გოგიტას გადაღებული სერგის და დადას სიმღერა ეგ აი ყველაფერი მანდ და შენი სიმამრის ვიდეო კიდე იმისი რა ქვია ჩემი თვითფრინავი მაგის გადაღებაზე ეკრანზე გავუშვით ის ფირზე გადაღებული და დათო იდგა ეკრანთან და მაგითო გამღერებს შენ რა მაგითო გამღერებს შენ რომ იქიყავი ბიჭო, ეგეთი პლატფორმები კიდე რა გქონდა? ლიფტი იყო ძალიან კაი პლატფორმა მამე. ლიფტში მე არ ვარ ნამყოფი. სერიოზულად ამბობ? ანუ ლიფტიდან შენთან მოვდიოდით პროსტა? ხო და ლიფტში მე არ ვარ ნამყოფი. ხო, მაგრამ მე ვიყავი ბერლინში, ჩამოვედი და გაიჩნდა რომ თქვა აი ლიფტში და რაღაცა და მე კაროჩე ისე მეზიზღებოდა კლუბები. ვაფშე წარმოიდგინე ყოველი პარასკევი შაბათის სადღაც უკრავდი. ხო და მე რატომაც ახმა მაგრამ მაგ შეკავშირდა. ბიჭო, იმიტომ რომ ლიფტის პერიოდში ამასთან დავდიოდით რა. ყავაზე. ჩვენთან მოდიოდით ხოლმე მე ხო ხმელიაზე. რეალურად მაგ დროს გავიცანით ერთმანეთი. და ჩემთვის ხო უცნაური იყო. შევმეგობ. შენ რო ესქენი რა ქვია, რო პაჩკა სიგარეტ გავაკეთოთო. არ ვიცი გითხარი თუ არა, ვაფშე არ მქონდა. ანუ როგორ არ მქონდა მოსმენდი, მაგრამ არც ტექსტი არ ვიცოდი არაფერი და რამოდენიმე დღე უსმენდი მაქსიმღერას რომ გამერჩია რა. ეს ძალიან დუხიანი ტრეკი არის, ძალიან რა. ვაფშე თავისთავად მაგარი ტრეკია ის რა. არა, ხომ არა ესეც გაკეთებული. ამას რემასტერი არ ქვია, ის ქვია რაღაც შენი მაგას ქვია კავერი. ხო და ძალიან გაიანი. მადლობა. მოა საუნდტრეკი იმაზე ვიდეოზე.
აი დაადებს გოგა. და. ეს კარმანი პაშა. ხოდა ისე რა ქვია. ხოდა რატომ მქონდა ეგეთი ახლა იმიტომ რომ იქ იყო. იმიტომ რომ ყველა იყო და მეც უნდა ყოფილიყავი მომენტი, მაგრამ მე არ ვიყავი. ხოდა იმ დღეს წინა გადაცემაში რო ბაზრობდით რომ მარგარიტას ჩემთვის მარგარიტა ეგმონტი იყო რომ ახალ ხალხთან შევედი ურთიერთობაში და აქაც ეგმონტი იყო ხა თქვენ ყველას ესე გიცნობდით მაგრამ ის ყოველდღიური ურთიერთობა არ იყო და სადღაც ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე დაკავშირება ტიპების ერთ რაღაცას გეტყვი რა ბაზრობთ ახლა ლიფტი და მარგარიტა და ამას უნდა უყუროს ხალხმა რა და ვინ არის მარგარიტა აუხსენით ხო რა არის ფესტივალი იყო ლიფტი უკატაობდით ხოლმე ლიფტი იყო კლუბი იყო ხო და ძალიან მნიშვნელოვანი კლუბი იყო ალბათ დახურული კლუბი იყო მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის სულ იყო 20 კაცი ლიფტში ნამდვილად მაგ ლიფტმა თავისი სუბკულტურაში თავის წვლილი ქნა საკმაოდ რა ანუ ესეთი პატარა კლუბის და მაგ გაჩნდა რაღაც იდეები რა პირველად მაგ დაუმოზგე ის რომ პატარა კლუბით ვერ ინახავ თავს რა იმიტომ რომ შინაური ისა იმიტომ რომ შინაურები ანგრევენ ხო და ანგრევენ ერთს ხავდეთ და მოუთხეს და მეორე პონტი არის რომ მართლა ვერ ინახავ თავს იმიტომ რომ იმ პერიოდის ხალხი ის მაგ დადიოდა და არავის ფული არ ქონდა და აი ეს ახლა ბასიანმა რაც ქნა რა დიდი კლუბი არსებობს სივრცე სადაც ქარხნის ფუნქცია და ადამიანები სადღაც ვითარდებიან თუ იზრდებიან თუ მოკლედ რა კულტურას იძენენ და ეს დიდი კლუბი ახლა ჰორომი როგორც აქვს პატარას ინახავს იდეალურად უკარგეს ფორმულა არის პატარას შენ დილი ხორზე ამუშავებ და შენთვის გასართობი არის და დიდი მას კულტურაა რაღაც პონჩში რა ხო და სადღაც მე მგონია რომ იქ ლიფტის მაგ პერიოდიდან გაჩნდა ეგ ვიღაცებს სხვა რეალობაში გაუშვათ მაგრამ ალბათ მაშინ ჩვენთან მაშინ გაჩნდა რომ ეხა რო ქონდეს დიდი სივრცე გაასწორებთ просто ვეღარ მოებათ ბიჭო რა მაგის პასუხია და საპროტესტო სიმღერა დაგიწერია როდის მე არა არ დამიწერე ესე რომ საპროტესტო დავწერო არა ხო არც მე ძალიან იცი რა ვიფიქრე და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე და მეთქე ნუ რატო თუ ვერ ვიფიქრე ქონდა ეხა ეგ საპროტესტო დამიწერე ტრეკი დამიწერია საპროტესტო იმიტომ რომ აი ხოცი ყველა იმას არა ტექსტი სხვა რაღაცა მონ ტექსტი სხვა არის просто დავარქვი ესეთ პანჩი ნასრუ ვუხა ქვია ოღონდ ლათინური ასოებით წერია და ჰაკბი ბიქსო თუ რაღაც გამოდის და ეგეთ პანჩერი ერთ-ერთ ალბომზე არის იმაზე selected რო არის ორ დისკიანი ალბომი იყო მანდარი ტრეკი ხო და ეგ იყო 2008 წლის ბაზარი რა მაგ დროს დაწერილი ანუ ომის შენ გაქვს რამე ეგეთი ბიჭო არა და ერთხელ მახსოვს მაესტროზე ზუსტად იყო ესეთი გადაცემა რა არტისტი იყო ანუ იმ შემთხვევაში მე ვიყავი და ჟურნალისტები იყვნენ რომლებიც გიტრაკებდნენ კაროჩე რა და ბიჭო ვერაფერი ვერ გამომინახე აი მაესტრო რო იყო 2003 თუ 4 თუ 5 წელი და როქსვავდნენ და პრესავდნენ ხო დამსვეს და რაზე პრესავდნენ იცი რომ შენო ძმაო როქს თუ უკრავო საპროტესტო სიმღერები რატო არ გაქო რავი შეჩემა რაღაც მაშინ ხო ნუ არ მაქვს რა ხო მე მაქვს ხა გამახსენდა საპროტესტო ის იყო რა მაგ დროს იყო კაკრას მაგ დროს რა რომელი წელი იყო 2002-ში ვიდეო რო გავაკეთე შევარდნი ხო მაგაზე საპროტესტო რა გინებ თავარი და ერთი ამბავი პირველი შენი ყოფილა არა ხო და ეხა იქ მომივიდა წელა არა მოვაკეთე ხო ეგ არის მაგრამ საქართველოს ეგ რაღაცა ისეთი პერიოდია მაგრამ კაკრას ეგ არის გრადაცია არის ეძიკა კი მაგ დროს მაგის შემდეგ შეიცვალა მე მაშინ მუშაობდი კომუნიკატორში ეხა კიდე შენ რო მეორე ხში მე და მახსოვს რომ დილით შემოვიდა სერგი გაიჩნდა რომ ნახეო ნიკამ რა გააკეთაო და იმ დღესვე გაუშვით რა მაშინ ეგრე გავარ და მე ესე არ მშვიდა კი გავარ პონტი რაზე ატყდა იცი რომ დარეკა ვიღაცა ტიპმა დარეკა ვაფშე ანუ მოლაშვილი ვიღაცა დარეკა რო როგორ ბედავთ ხო ვიღაცამ არ მახსოვს походу ინგას გაუთხდა მაგრამ ეწყინა კარაჩე და ინგა ეწყინა ის გოგო იყო კიდე ხოფერია ამ ეთერში როცა ეს აჩვენეს რომ ჟურნალისტი იმის ინგაც არის ვიდეოში რა და კაროჩე და უცებ დაიწყეს ჩემთან და ეგ რა ის წელია რომ გამოვიდა ჩემი პირველი ალბომი რა და მიბულინგდისავი არა მიბულინგდი ვაფშე არავის ვაფშე ყველა და მივხვდი რომ მაგრა კიდია ყველას ის ჩემი ალბომი რომელიც პირველი ქართველი მუსიკოსის ალბომი სადღაც გამოვიდა და ამაზე ატყდა რა ის ყველა მირეკა ყველა ტელევიზია ყველა გაზეთი ყველა მირეკავდა აუ და კაროჩე მე ერთ-ერთ და ყველას უარს ვეუბნები მე და ბოლოს ერთ-ერთ იმაზე მეთქი ეხა კაროჩე ყველაზე ცალ-ცალ სათითაოდ ყველაზე თითო ტრეკს გავაკეთებ მეთქი
ნუ გამაგიჟეთ და მე გამანებეს თავი კარაჩი. ეხა არ მოგწევია ეგ ჯმის ჰაიპი ეხა ამ პერიოდში რამით ჯმის რაპანში ჩემ აი ხო რაღაც იმას სუდს რო იღებ ბიჭო არა ერთი არ ორი გაგვარდნია არა მე ერთი გამივარდი ორჯერ გამივარდა ანუ აი ესე აგრესიულად არ მოუზომე და რასაც გზნობდი გავუშვი ის ყოფილ ხართ რაღაც აი ჯმის ცენტრში შეჩემოს უძმის შენში შენ გასაგები ესენი რატო დაყარი ნუშპოტ მიკროფონები გავწიო არა ესენი რატო დაყარი ესენი რაღაც სატასაოები ვითომ რო აი ეს არის კაც გადავწყვიტე სიგარეტის გადაგდება და რამოდენ და ესენი დავითრიე რომ მეთქი და კარჩე მე სიგარეტს დაუბრუნდი სიგარეტსაც ეწევი და ამასაც აკეთე არა ხო ამას აღარ ვაკეთე ეს ნა ეს სამივე ეს არის ხო იყო კიდე ერთი ქონდა აუ რა არის მე მგონი სტუმრები იპარავენ ამას ლამაზები მაინც ქენიდან აუ ეს კაიც კაპია აუ ამით როგორ უნდა დაამბო სიგარეტსთან ბიჭო ხელში რაღაცა გჭირდება თავის და ნერვების დასამშვიდებელი ქვია ალბათ ჩვენ არ მოგვიწევდა ეს ჩვენ ამე სხვა მე ამით ვანებ არა მე დავანებებ რამდენი წელია უკვე შენ გაიხანია შენ აღარ ხარ მწეველი 4 წლის რო იყო ლეა ანუ ესე იგი რამდენი წლის წინ 12-ის არის კაი ალისა 4 წლის რო გახდება გავანებებთ გავანებე იმითი ელექტროსიგარეტი თვითონ ცოტა ხანი 3 თვე ვეწოდი ელექტროსიგარეტს ნელ-ნელა 3 თვე ადა ნიკოტინი ჩამოწია ხო ნიკოტინს ვწევდი და მე ბიჭო მაგრა გავსუხთი რო გავანებეთ მეც გავსუხთის გარდა სოფიანი ძაღლივით ვიყო ქუჩაში ვიღაცებს უღრენდი რა და მივხვდი რომ ეცა ხო და მე ამაზე კომფორტულად ვარ ანუ დანებებაც მეზარება გემრიელი რო არის აი ვაფშე არ მაწუხებს ხო და მეც არ მაწუხებს ანუ მე რატო გადავწყვიტე ისი ამის თავის განებება რომ ჩავარდი იმ პოზაში რომ მე არ მინდა რამეზე დამოკიდებული ვიყო და მე მივხვდი რომ ნახუი არა მე იმიტომ დავანებე რომ ბელინსკიზე რო ავდიოდი ხოლმე მაშინ ბელინსკიზე ვცხოვრობდი იმ ყდებოდი ბოლოს უკვე აი მაგრამ შენ თან ეწეოდი თან რაღაცა მძიმეებს ეწეოდი მე სულ მძიმეს ვეწეოდი ან ლაკისტრაიქს ან ლურჯგოლუას ლურჯგალუას ეყოლელი ან ჟიტანს და რაღაც ეგეთებს ვეწეოდი და ჟიტანი კაი პონტიროა ის მემართება თან შენ წეველა იყავი პაჩკებში მე 13 წლისამ დავიწყე და ხო და კარჩი ამით ბევრად კომფორტულად ვარ ის არ მაქვს იმის ქვია სუნთქვის პრობლემები და გულის და წნევის პრობლემები ამის სიგარეტის ხო და აქედან მინდა მივმართო ვეიპორიას რო დაგვაფინანსოს სუეჩი სულ გვატრიალებთ კადრში არის და მაგრამ ისედაც წარმოიჩათვალე რომ მაგათი კაროჩე შემდეგი გადაცემიდან ვეიპს აღარ მოუწევთ ტუშას ვერ და სუ ესე იგი უბრალოდ იმ დღეს ისე ყაყაშკას ეწეოდა აი ზუსტად ადამიანები ეწევიან ადამიანებო ხშირ შემთხვევაში ყაყაშკებს და ვეიპორეს თუ აინტერესებდეს რომ კარგი სითხეები აქვს საკმაოდ ეს ჩავტოვოთ გადაცემაში თუ არ დაგვაფინანსებს ვეიპორია შემდეგ გადაცემაში აღარ მოუწევთ ოღონდ თქო მე მეგონა რომ ვარჯიშს დავიწყებ და ამის პონჩი ტანზე დავდგებით ხო ერთი წელი გავიდა და ვაფშე არაფერი არ შეცვლილა შეჩემა ჭამძღვიმისავით რა ქვია ველურივით და ცოტა უნდა მოაკლო მაგასაც თინეიჯერი ვიყავი პირველად რომ წავედი სავარჯიშოდ ნუ ერთხელ მივედი და მე აღარ მივედი რომ და სახლიდან რო გავდიოდი ბებიაჩემ ეხლა მძიმე არაწიო და რომ მივედი მივხვდი რომ მამენ მართალი იყო თქო წამოვედი ხო და დედაჩემი დღემდე იმაშება ხოლმე ნერვოს დედა პურს რატო არ ჭამ ვერ ხვდები და ამ დროს სპორი ხო ყლეობა ან რაღაც ძეხს რატო არ ჭამ და ცუდია ეგეთი რაღაცები ხო ისედაც კარცეროგენია ძეხვი შეჩიმა პურის აფუარიან იმაში და კარგს აკეთებ მაინც გაჭერენ აი კარგს რო ცდილობ რო რაღაცა დისციპლინა ქონდეს კაი შეჩემა მე მიტრაკემ ფხიზელი რა თქო ცოტა დალიე მაინც შეჩემა ანუ ფხიზელი რო არ ვიყავი ეგ არევასებოთ ეხა როგორ ვარ ფხიზელი ეგეც არევასებოთ ხო და ნუ მაგათი მთავარი ამბავი ხო ეგ არის რომ აი რაღაცა ყველაფერში უნდა მოგიფრთხილნენ ცუჩის და კარგში შეჩემა ზედმეტი კარგიც არ მოგივიდეს შეგონდა ხო მამაჩემი მაგრა ნერვიულობდა სანამ ცოცხალი იყო რომ არ ვსვავდი სამაგიეროთ ის იყო ფანტომას არა ის კი ის კაია ხო გასაგებ მაგრამ ბიჭო რო არ სვავს რაღაცა ფანტომას შენ ის ხარ ხა დისციპლინიანი ადამიანი გახდი სმის პონჩი არა დისციპლინურად სვავს კი без проблем უდისციპლინა
ხო და კი არ მახსოვს. ვისკის არ ვაკიდე? არ მახსოვს შენის მაშინ. ეხა ჯინი მომეწონა რაღაც ბოლო დროს. რამეში აზავებ თუ? ხო, ბროწეულის წვენი და ჯინი. უი, არ მიცდია ეს ერთად, იცი? გემრიელი. აა, ჯინი ხო ბალახებისგან კი და ის ეგეთია. ნახე რა, ეხ თავის სიტყვებს რომ ანუ ბალახეულია არა, არომატის პანჩი გემრიელი უხდება თქო ერთმანეთს. ეგრე ხო. რაღაცა ისეთი ის კონიაკს მივაჯექი, კაი ხუთ, აი აქციები კონიაკს რომ ვერ დაიწყო. კაროჩე. მეც არ მიყვარდა, მაგრამ კონიაკს აქციები რომ სულ, დაიწყო, აქციაზე მივიდიოდი აქციიდან. მაღაზიაში აქციაზე. აქციებით ხო სარგებლობ ყველანი და უცბად აღმოვაჩინე რომ აქციაზე შეგიძლია ძალიან ნახევარ-ფასში იყიდო რაღაც სასმელი და სულ კონიაკს ემთხოვდა ჩემ მაღაზიაში და დავწექი იმინა 5 თვეავ წევარ ეხაც. ხო აი აქციას დააბრალე. ბიჭო სიცივეში იყო შეჩემ ეგ და 48 საათი. ეხლა რატო ხარ ბახმელიაზე? ინერცია იმის აქციის. აქციის ინერცია. ბიჭო ის არა ქვია შენ კინოში როგორ გაიცრა? კინოსთან? კინოსტუდიაში გავიზარდე. ხო და მამამისის ხო და მაგას საუნდ დეპარტამენტი რაც იყო, მაგის უფროსი. სუიცი რა მინდა. შენი რომანტიკა არ არის, მაგრამ რატომღაც მოთხოვლება მაქვს რომ 2000-იანების კი არა და 90-იანების პერიოდზე ალბათ ცოტათი მაქვს ეგ რომანტიკა შემორჩენილი რომ რაღაცა იმ პერიოდის ქუჩაზე რაც ჩემთვის ძალიან ტვინისწყმელი იყო და არ იყო სასიამოვნო რომ აი მონსტრებზე ვინც იყვნენ არსებული ჩვენი მეგობრების ჩათვლით რომ იყოს რამე კარგი არ არსებობს არაფერი კარგი ხო არის ტვინი იყვნება რომ აი სულ 90-იანებს ეხებიან და ნარკომანიას და არასდროს არ არის კარგი და აი რამე სერიალი მინდა რა მინი სერიალი მაინც რომ აი ეგ პერიოდი ოღონდ თავის სახელი გვარებით ასე იყოს გაასწორო და რეალური პერსონაჟებით რა შენ დოკუმენტური ფილმი გინდა შეჭა. ბიჭო არა, კარგი აი გაკეთებული. როგორი იცი, O.J. Simpson-ზე რო არის და რაღაცა. ოღონდ ხო ოღონდ ეგეთი ხო არის ქალაქში რაღაც ისტორიები, რომლებიც ყველა მიცის, რომ კაცი გააქრეს და რაღაცა. იმას უნდა ყველას ებაზრო მაგ შემთხვევაში. ბიჭო ხო და ბევრი არის ლაპარაკებელი, უკვე რო კიდიად გამოსულებიანი, მაგრამ ვიღაცები არიან, ვისაც ხა მაგის გამოგდება, იმინა ისა კრიმინალიზება არ კიდე. ის ნახეთ, Mob City ახალი გაირი მობლენდი არა დამიწყია საყვარლობა არის ტომ ჰარდიანი ეგა ხო დამთავრდა უკვე მთლიანად და 7 ვნახე არა კიდე არის კარგია ძალიან კარგად იყურება მე ხა ვიყურე დონ დრეიპერი რა ქვია მას ჯონ ჰემი რო თამაშობს რაში მედმენი ხო გაქნა ხო ეგ Neighbors and რაღაც Neighbors and Friends რაც ბიჭო ძალიან ისეთი არის ხა ორ სერიას უყურე რა მე სამეზე ვარ შუაში გაჩერებული ბიჭო იცი რა მოყვე არა ისე ანუ პრინციპში რაღაც ის არა ქვია ანუ აღწერილობაშიც ეგ არის რა ანუ ისეც არაფერს არ მოყვები და არც არაფერი არ ვიცი ისეთი რა ტიპია არ გეტყვი ჟიზნენია ხო ტიპი არის რომელიც შეძლებული ოჯახია რა და ნუ აღმოჩნდება რომ კარში ცოლმა ძმაკაცთან უღალატა და ეხა იმ ძმაკაცთან ერთად ცხოვრობს ეს ცალკე არის მარტო და სამსახურიდან გამოუშვებენ რაღაცა ყლეობაზე და კარში უფლოდ გაიჩიტება რა და თან ამ ოჯახს ეს ინახავს რა და ძალიან ისე ძალიან მილიონერებში აქვს საქმე რა სულ რა მეგობრები რა თან იმას ხელი და ბიჭო ერთხელ დათვრება რა და ტუალეტში შევა თავის მეგობრის სახლში და დაინახავს რაღაც ზვირფას საათები და პროსტა აი სიმთვრალის პონჩი არ წავლებს ხო იუას იმაში ლომბარდში და ლომბარდში ამ თელესერიალი არ მოყვა ხო რატო ყვები ხო და კაროჩე ეგ მონაკვეთი ნანახი მაქვს ის რო ეთქვის რომ ქაღალდი მინდაო და სადღაც სხვა გამოწევა ის ბიჭო კაროჩე დაიწყებს მოპარვას იწყებს რა ამ კლეპტომანიას კლეპტომანია ბიჭო არ არის ფულ შოუ ცდომა აქვს მილიონერების სახლთან რა და იმათ ზუსტად ის რომ ვერცე მიხდი უყრიათ პროსტა მიხდილი აქვს რაღაცეები რა ხო საყვარლობა ჩანს მისმინე რამე ახალი ეგეთი რეკომენდაციებში გადავარდით გამოვიდა რამე ახალი სერიალი ბოლოს კარგი მაგარი რაც ვნახე ის იყო White Lotus ბიჭო ნუ მესამე სეზონი არ იყო იგი ყველა მაგარი მესამე სეზონი ყველაზე მაგარია კი ბიჭო ხრავი მე დიდად ბიჭო კი კაია თუმცა პირველ მეორე იმდენად ხო ის ქალიც რო არისო ამაში გატეხა მაგრამ მაინც მაგარია შვარცენეგერის შვილი ძალიან მაგარი რომელია შვარცენეგერი აი ის სამ უფროსი ძმა იმ ოჯახში დიქედი რო არის ხო შვარცენეგერია გაიხსენ იმ ვიდეოზე ძმა ხო მართლა სასთხო ოჯახში აი დაყლებული ოჯახი რო პროტეინ შეიკებს რო იტყავს პროტეინ შეიკებს რო სულ
ბიჭო, უკარგესი არის პერსონაჟების პონჩი ყველა, მაგრამ ნუ აქ ცოტათი სიუჟეტურად ისინი უფრო ხო, ის უფრო ისეთი იყო. მაგრამ ძალიან საყოველთაო ისინი რო ყრიან ბოლოს ოფელიასავით იმაში, რომ მიცურა მემკვდრეები. არა, სიგიჟე არის, ამაში ძალიან ეს ამათი მარტო ამათი ღამე არის ძმების კაროჩე და რა აღწევდება იმას. გიხდება ისე შეგვიძლია გავცვალოთ. რაში გაგიცვალო. ვაიმე მანქანა ძალიან მჭირდება შეჭი. ბიჭო, პიანინოს მოხსენ, გინდა? მენამ კიდე პიანინო მაქვს სახლში, ეგეთი Звени город. Звенигород. ზვინიგარად ბიჭო. ძალიან ამაზია შეჭი. ძალიან მაგარია. საგარელმა მაჩუქა დაბადების დღეს. ზვინიგარად. მაგარი არის. ესეთისთვის კეიჯს აქვს დაწერილი მთელი ეს არა ქვია. რამდენიმე ის აქვს. ნაწარმოები დაწერილი. AI-ზე გვებაზრე რა ძმა რა. AI რა იყო და ChatGPT-ის? კი, ხანდახან ხმა. მე კიდე უფრო ძველი პროცესორი ვარ. ძალიან ზდილობიანი თქოსოდი და მე იმ ტიპმა თქვა თქვენ შიქ ხო არა, ძალიან ბევრი ელექტროენერგია იხარჯება. სულ მადლობებს უხდიდი და როგორ ხარ და შეყევი. მე სანსოფში ვებაზრები ხოლმე და ცოტა იმის ხოძე ვიღე her რო არის ხო მივხვდი ხო ეფერებოდი ხო გიკითხია ChatGPT-ისთვის ვინ არის ნიკა მაჩაიძე? კი, რაღაცა ყლეობები დამიწერა ერთხელ. რას გებაზრება? Hey, who is Nika Machaidze? Nika Koi. Nika Machaidze is a Georgian singer, songwriter, and music producer. He is known for his contributions to the Georgian music scene and has been involved in various musical projects. If you meant someone else or need more details, feel free to let me know. Oh, Wikipedia. It's exactly who I meant. Who is Georgi Georganashvili, aka Pakhala? Georgi Georganishvili, also known as Pakhala, is a Georgian musician, songwriter, and producer. He's recognized for his contributions to contemporary Georgian music, blending various styles and genres. Pakhala is well known for his unique... No. He's not an actor. He's an actor. What do you know about the actor, Georgi Georganashvili? Georgi Georganishvili is a well-known Georgian actor who has made significant contributions to the country's film and theater industry. He has been involved in various projects, showcasing his talent and versatility as an actor. Okay, hey, who is Nika Koi? Nika Ko, also known as Nika Kocharov, is a Georgian musician and songwriter. He is known for his contributions to the Georgian music scene and has been involved in various musical projects. If you have any specific questions about him, feel free to ask. აბა როგორც მაქსას მამა კითხე შეიძლება უფრო. Who is Maxim Machaidze's father? Maxim Machaidze is a Georgian musician known for his contributions to Georgian music. ეს ChatGPT არის. ბიჭო, რამე სხვა ხო არა? მე მგონი ეგ არ არის ChatGPT. აბა გააძრე რა ფეიკი ხო არა? ეს არის? აი ეს არის ChatGPT. ხო, ეს არის. არ ვიცი. შენ მოთელილი ყავს, ეგ ხო ვითარდება შეჩემო და შენ გეყოლება უფრო გაზრდილი. დრო ვითარდება, ყველგან ვითარდება რა. არა მგონია, შენი კონკრეტული ამ ნიკა კოი და ნიკა კოჩაროვის პონტზე რა. ერთხელ მირეკავენ რაღაც გადაცემიდან რა. და ისაო გვინდაო შენ ჩაწერაო რა და სად შეიძლება მეთქი ფაბრიკაში ვიქნები მეთქი მოდით ხო და ნუ მირეკავენ რომ აბა სათხარო და მეთქი აი მულენ ელექტრიკთან მდგავართ ხო და მოვიდნენ ხედავ რა და გვერდზე დამიდგნენ და იყურებიან იქით რა და მეთქი გამარჯობა მეუბნება და ისე ვაგზელებს რა შვებით მეთქი და რავე ნიკაკოის ველოდებითო. აუ, შესაძლოა. დაგინძრა ხო? არა, ხო, წერილობით მპასუხობს, ესე არ მომისმენია. ბიჭო, სულ იცი რა მინდა? მე მაგ განუვითარებელი სმენა რა. აი საშინელი მოთხოვნება მაქვს იმისი რომ ვიმღერო, პროსტა არ მომყვება. აბა ChatGPT-მ რო თქვა რომ მომღერალიაო. მოსულა ხო რომ ჩემგან ამოწიო განუვითარებელი სმენა. სმენა ყველას აქვს, ოღონდ იმას ავარჯიშო. ხო და მოსულა რომ, იმიტომ რომ მოსულა ხორბალაძემ ამოწია შეჩემეს ლეფტო ეს ჩაგვიჭდა და იმ მომღერალ ჩემ მეგობრების პარალელურად მეც ანუ არ ფალშავდი რა იმ რაღაც ნოტებს, რასაც მაჭერინებდა.
Просто უნდა იჩალით რომ მოშნათ რომ გამოთქნა ჩემგან მომღერალი ალბათ. შენი ვოკალური მონაცემიც რო იცოდე მოშნათ გაზრდილი არის რაც თავიდან იყო. ხო, იმიტომ რომ ბიჭო, ბავშვ რო დავიწყე ყრუ ვიყავის. ისე რამდენი ყრუ ყავს მეგობრებში შეჩემ ან მომღერლები. ტიპები უკარგესი მუსიკოსები არიან ესე ვაიბი ანუ კაი ქარიზმით ყველაფრით და ხო, მაგრამ ეგ არის მაგათ ხიბლია რა. ნაწილი თავიდან ცუდი იყო და საბოლოო ჯამში ეხა ანუ კიდია ეგ მხარე რა მაგათი ეგ იმდენად სხვა ან დუხი აქვს თუ რაც არის რა. სასცენოც და ისედაც პიროვნულიც რომ სადღაცას ჩაგინაცვლა მაგათი ეგ რა. ეს არის ჩემი ყველაზე დურუჯიდი დამსახურება ცხოვრებაში. მუსიკალური დურუჯია? ეს არის ჯორჯ ფენიქსი. აუ, ართლაში. არის ფენიქსი, ლადო ბურდულის ევორდი. ფენიქსის ჩიტი ვიცი. და ლადომ დამაჯილდოა. ლადოს პერსონალური პრიზია? ლადოს პერსონ მაგიარა, ხო. ვაუ. კაი. ვა. ხო. შენ არ ძალიან მაგარი იყო ეს არის. მე დურუჯი არა. ვინ იყო ჯუჯა ეს არა სახლიდან წამოვედით ხო რა ჯუჯილას უყვები რა ანუ და წვიმა იყო და რამე და ფენიქსი წამოიღეო და უცებ წამოიღე წვიმაში სახლიდან რომ სოლს რო შორდები სახლე რომ მოდიხარ და მარტო ეს რომ მიგაქ სახლი ეხა გამახსენდა მე შენ იქ ხარ დაჯილდოებული ელექტრონაუტზე არა შენ გამომაცხადე მე ელექტრონაუტი არ მაქვს აღებული არა მე მაქვს აღებული და პირველი ალბათ ვინ პირველი იმის პანჩი როგორც დენიროს მისცეს ეხა პალმა ეგეთ პანჩი მომწეს პირველ იმაზე for achievement თუ რაღაცა ეგეთი ვიღაცა დაგაჯილდოვეთ და ვინ არ მახსოვს ჟორჟიკა შენ მე გამომაცხადე პროსტა და ამოხვედი სცენაზე და ფოტოებიდან ეგრე მახსოვს შენ იყავი წამყვანი მე და ნაჯა ვიყავი აუ და მაგრა დამეჯვა მან ძალიან ცუდი უმორით გამოვტრაშონდი და სადა ხიდზე რომელიც იყო არა არა სადღაც მუსკომედიაში იყო აი ხა დოის თეატრი სადაც მანდ რავი ხო და ხან ისე მე ხან ასე მაგ საჭმელზე მინდა მშია და მინდა რომ საჭმელზე ვილაპარაკო ძალიან მაგარი საჭმელი გავაძრე ერთი 2 წლის წინ და იმის შემდეგ ერთი მაღაზია სადაც მოაქვს იქ თაწმინდაზე რა თუ გიჭამიათ არ ვიცი გურიაში აკეთებენ და აჭარაში საქართველოში და ისე არ ვიცი ახლა სხვა ქვეყნებში და ბამბუკის pickles მწნილი ვა აუ იმენ აი საოცრება ბიჭო მართლა მაინტერესებს ეხლა ბევრი გატრაკების გარეშე ეგ გემრიელი ნაჭამი მაქვს სადღაც ოღონდ არა ქართული წარმოების ისა რა ქვია რითი არსებობს მართლა მაინტერესებს ხო აუ არ ვიცი თუ არსებობს აი რაღაც შეკვეთები ხო და ეხლა ამ პერიოდში დაგენძრა შენ მე ჩემ სფეროს დაენძრა განსაკუთრებულად გაფიცვებში და პროტესტებში და იმაში რა ქვია ჩემს მე პახოდო ნახე მე კიდე სხვაობა რა მე დაჟე არც უკრავ ხოლმე ძალიან იშვიათად უკრავ ესე ლაივებს და DJ არ ვარ არც DJ უფრო ყოველ შაბათს სადღაც ვიდიჯე და ლაივებს ისედაც არ უკრავდი და ეხლა მთლად ვაფშე აღარავის აღარ ახსოვს და რას ჭამ მე უნდა დავა რითი ბალახს შეკვეთი აი ხო თქვა რასაც ჭამს დაწნილებულ ბაუნები ბამბუქს ჭამ არა ხო და გრაფიკა ანუ რას უკეთებ თქო შეკვეთებში შეჭამ მუსიკასაც და ვიდეოსაც გააჩნია რა ხო და არა ანუ ჯერ არის ესეთ პანჩი არის მეც და ტუსასაც ორივეს რაღაცას შეკვეთები გვაქვს მაგრამ ისე როგორც ადრე გქონდა არა აი ხო ხედავ მე ეს ბოლო პერიოდი მაგრა გამიჩერდა ხო ნუ ისეთი პანტია რა ძირთად რეკლამებზე თუ რაზე მუშაობ იცი რა არა რეკლამებს კაკრაზე ვაფშე აღარ მიკვეთავ მართლა მე მგონი ბოლო დროს არ გამიკეთე ერთი რაღაცა გავაკეთე ბოლო დროს უფრო მაქვს ხოლმე რაღაცა ფილმი რაღაცა იმისი სპექტაკლის რაღაცა იმის თანამედროვე ბალეტი აი ეგეთ რაღაცები When I was a young boy, I never thought I would end this way, but it happened anyway. So I'm saying my goodbye. და შეგ აკუსტიკი უფრო მომწონს ვერსია. კი. აუ ეს მყავს ნანახი. აი ესე ამხელახი. აუ სკაიპში მქონდა რა სკაიპში ციხეში კონცერტი მქონდა. უი შენ ფიზიკურად ციხეში შევედით კონცერტს დასაგრა და ღიპით მე რაღაცნაირი დამხვდა რა. აი ციხის. ხო იმინა ციხის და ბიჭო ციხეში ეთქობა რაღაცა რომანტიკა ვერ ხვდები. კუდი ქონდა რა. მეთქი რაღაცა მცივად ხო და კუდი მომცა რა და ნუ ეს რა წასვისდრო რომ მოვიდა უბრუნებ ამ კოს არა წაიღეო რა და
რო გამოვედით იცი რატომ მოგეცი ფოფხაძის კაი ხუდი ეხურა და რო დამინახა მე უხუდოთ თვითონ მომცა ხო მაგრამ რო გამოვედით ხო ბევრი ვიყავით ბევრი მუსიკოსი ვიყავით რო გამოვიდე აღმოჩნდა რომ ყველა რაღაცით გამოვიდა ყველაზე ხო და მეთქი რამე რომანტიკა ხო არა რომ სვაბოდაზე გაატანო ვინმე რაღაცა ხო შენი ნაწილი რო გავიდეს რა ბიჭო მე გამისწორდა რომ გამოგატანი ჩემი ხუდი ვიცოდი რომ ერთხელ მაინც დაიხურავდი და სადღაცას მესია მონა და თან ფოფხაძემ თავის ხუდი დამიტოვა თორე იმას არ მოგცემდი ხუდოთ არ დავიქო ხო მაგრამ იცი რა საყვარლობა იყო ამას ვეხუტებოდი რაღაცა ეს კონცერტი ძალიან საყვარელი იყო მაგსაც იყო სხვათა შორის აუ მაგ ქონდა გეგმა რომ ნელ-ნელა ყველა უნდა შემომეყარეთ ესე რაღაც დროს რომ ვისაც ვერ ვახერხებდი რომ ნახავდი მე გამოდი დავიკიდე რატო დავიკიდე შეჩო ადამიანი ლობიო ჭამეთ სხვათა შორის ციხეში და ანგემრიელი იყო და რაღაცეები ბიბლიოთეკა იყო სტუდია იყო ჯენელიკები ეყედა და რაღაცეები ჯენელიკები მე არ მაქვს ვისთვის იყო სტუდია ბიჭო ის იყო მანამდე მიხაილო იყო და მიხაილოს მოწყობილი იყო მაგრამ მე მიხაილოს მე ბევრი გამუსიკოს და იქ რა აი მიხაილო ვიღაცას ასწავლდა ის ვიღაცას ასწავლდა მე საკმაოდ მე ნეფო და ვიღაცეები შემოვიდნენ იმის ფსიქონავტის დრამერი ვიღაცა ბევრი მუსიკოსი შემოვიდა რეალურად და ის ერთი სტუდია საბოლოოდ ორ სტუდია და მე ჰიპ-ჰოპს აკეთებდნენ ეხა იცი რამდენი არიან? მთელი ფსიქონავტი X-ის. სუეჩი შოკას გარდა ყველა იქ არის შეჩიმა და ვიღაცები ხა ბევრი დაემთხნენ რა მუსიკოსები და გრძელდება ეგ კულტურა გენაცვალე. მე იქ კაი პონტი არის ის რომ ვიღაცა მეგრო იცის თქვა რაღაცას დაგვრან რაღაცას ფლობს აზიარებს. მე იოგა ვინც მასწავლა ჩემო მეგობარმა, მე ესე გადაზიარებებით, საბოლოო ჯამში იქ ნასწავლი იოგები, ანუ იქ გაზიარებული პრაქტიკით დღეს დიდი სტუდიები აქვს ტიპებს უკვე გარეთ რა ანუ მე ისინი წაიღეს ლიცენზიების და სწავლების უფლებები აიღო და რავი მე ციხეში ნასწავლი ტიპები დღეს გარეთ აზიარებენ მაგას ოღონდ უკვე ესეთ პროფესიულ დონეზე რა ოლივიე მესიანი არის ეგეთი კომპოზიტორი ომის დროს მეორე მსოფლიო ომის დროს პლანში იყო საფრანგეთის მხარეს იბრძოდა და დაიჭირეს გერმანელებმა მან დაიჭირეს იმაში იყო რა საკონცენტრაციო ბანაკში ოღონდ ნუ იმების სამხედროებს მაგათ ეგეთი ის არ ქონდათ რასაც ებრაელებს უშვებოდნენ კაროჩა და ამან გააკეთა ანსამბლი რა იქ რა ანუ იმ ბენდი კი არა ანსამბლი ის კლასიკური მუსიკის და იყო რამდენიმე ინსტრუმენტი იყო პიანო რომელზეც ჩავარდნილი იყო 170 კლავიში თუ რაღაც არ ვიცი რაღაცა რაოდენობა კლავიშების იყო ვიოლინო რომელსაც არ ქონდა რომელიღაცა სიმი და ასე შემდეგ აი ეგეთ და სპეციალურად დაწერა ამ ინსტრუმენტებისთვის იმებს რომელზეც შეგეძლო დაკვრა მაგისთვის დაწერა ნაწარმოები რა გამოგარია და ძალიან ერთ-ერთი მაგის ყველაზე ცნობილი ეს არის საერთოდ არ გონია რომ შეზღუდვა მაგრამ შეზღუდვას აქვს თავისი ეხარება ხო რა იმიტომ რომ რო ვიწყებდით ხო ანუ რა გქონდა ვაფშე ეხა რა ხო ამას ვერც ვიოცნებებდი ვერაზოსთ მაგრამ რო ვიწყებდი რაღაცა პენტიუმ 1 მქონდა და რაღაც SB Live ბიჭო ისიც ანუ სემპლერი სოფტი არის ხო და გავაკეთე რაღაცა იყო ეგეთი ხო მოყოლილი მაგალითად რაღაცა იყო და გავხსენი ის პროგრამა იყო რომელშიც ხმები იყო რა ანუ drum loops აწყობდი ეს სეკვენსერი იყო მაგრამ ხმას ვერ უცვლიდი აი პროსტა ეგეთი რო ხსნიდი იხსნებოდა ეგრევე შუაში და ისიც კი არ იყო მთელ ეკრანზე რა შუაში ჩნდებოდა რაღაც ეგეთი და გავხსენი აუდიო იმაში ედიტორში და გაიხსნა პროგრამა რაღაცები და შუალედებში იყო bass drum-ი მე რაღაცა მე ის და ავდე კიდე copy paste-ით იმის მაგივრად ვშავდი სხვა ხმებს. აუ რა სიგნალი. და ვასეივებდი და მე რო ხსნიდი ამ პროგრამას იმ ხმებით იმაშვებოდა. ეგრე ვითარდება მაგარია, ხო? შეზღუდვის პერიოდში ფანტაზია. ხო, იმიტომ რომ აი ხა ბევრი პლაგინი დამუყვებია. იმაშო იკარგები სათამაშო ფანტაზიას გიხშობს. და იქ ცდილობ რომ რაღაცნაირად გამოძრე სიტუაციიდან და იგონებ რაღაცებს და გიმართლებს. კი, ხო და აღარ ჩავყვები ხარ ამ რაღაცა ლეა რო ვალდორფში არის, იმიტომ რომ სულ რაღაცებს აკეთებენ და მაგ პონტში ის აქვს. თვითონ სულ ჩალიჩობს რაღაც სათამაშოც აკეთებს. შემოქმედებით ხარეზე მუშაობს, სადღაც მაგისგან. არა, ყველაფერზე მუშაობს, მაგრამ ეს ხელით რაღაცების ტაქტილური რაღაცები და ძერწვა თლა და რაღაცები ძალიან ისე იგი ეხა იქ თავა უკვე დიდები არიან ვიღაცები აი როსლი ვალდორფელი და სხვა არიან. ხო და ვაფშე სხვა კულტურა წამოიღეს. კი, იმიტომ რომ შეცვალა ძალიან. და მსოფლიოში შეცვალა რეალურად რა.
ხო და ეგ ტიპები ხო რაღაც ახალს მოიტანენ თქო. აბა რა. ოღონდ პირობაც თუ იქნება. ხო და ყველაფერი კარგად იქნება გეუნები რა. მე ისე გეუნები დღეს რო ბაზრობდით იმაზე თუ როდის ბაზრობდით რომ მუსიკაში რუსული ენის ხმარა რო ცოტათი ხმარება რო ის არის რაღაცა თითქოს უხერხულობას გვრის სადღაცას ეგ თუ არ დავიკიდე და შენთან ძაფრად არის საბჭოური პერიოდი ჟღერადობა იქ ანიმაციის მულტფილმის თუ ის თუ იცი რა მე მაგრამ კიდია ძალიან კაია ამდენ ჩემ ალბომში ის არის მაიაკოვსკის ლეგზერი ყველაზე ცნობილი სიმღერა და ხო და მაკრო გავიზარდეთ მაგას თავისი ხიბლი ულამაზესი აქვს კი ხო და მაგის მოყრუება და გადადება ძალიან უხერხული არის თქო რა. იცი რა მე არ ვიყრუებ არაფერზე რაც არ მინდა რომ მოვიყრუო რა. ვიღაცას უნდა მოიყრუოს და არ უნდა რომ მოусმენ. მე არ მოусმენ იმიტომ რუსულია, ნუ მოусმენს რა ვქნა ახლა. კითხო, მაგრამ თავისი აქვს რა ისტორია აქვს მაგას და სადღაც ჩვენი ნაწილია დიდი რა. გვინდა არ გვინდა რა. იქიდან ნალექი რავი რამდენი გვაქვს ხა რა. კი, არის ბევრი რაღაცეები. ხო და ანუ მარტო ცუც არ გულისხმობს ეგრო რაღაცა დღეს მტერი არის და ეს საერთოდ წაიშალოს. ანუ მაგიტომ ანუ ძილად გავლენაც ქონდა რაღაც ისეთი რა შემოქმედებით დამბავში რა. კარგი მხარეც. ბიჭო, თუნდაც ეხა პოლიტიკურ პანტში, როცა აი ერეკლეზე რო აქვთ ეხლა ეს ჩახვეული, ხო? რეალურად რა ხდებოდა, ხო? მაშინ გვიტევდა ირანი. კი, ანუ და მაშინ ადეკვატური გამოსავალი და გამოცდილება არ იყო რუსეთთან ურთიერთობის საერთოდ. იმ დროს რუსეთი იყო ევროპა, იმიტომ რომ ეხლა რაც რუსეთია, ეგ იყო მაშინ ირანი. და გამოცდილებაც არ არსებობდა ამათთან ურთიერთობის. ანუ ტიპები რამდენად დაგიკიდებდნენ არ დაგიკიდნენ, პირველი პონტი იყო პირველად და ჩევედით ურთიერთობაში და ანუ პირველი დაკიდება გააკეთეს ამან რა. ხო და ეგეთი მოკითხვაც არასწორი არის, ხო, ясно. რაღაცა და მივაერთოთ რა. მორჩა.